სახელთა მამისა და დედისა და ძმისა სულისა ამინ. ქრისტიანობა. ეს წმინდა მინესატევლე დედების სენების დღეა და ამავე დროს ჩვენი უდიდესი წმინდანის თამარების სენების დღეა. ყველა თამარს და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. და ნაცვლად იმისა, რომ ამ დიდი წმინდანების ცხოვრებაზე ვსაუბრობდეთ, ჩვენ ისევ და ისევ დღეს მოგვიწევს მცირე შეჩერება იმ თემაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. ყველა მითით, რომ 1 მაისს ეგრეთ წოდებულ ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით LGBT ადამიანებმა დაგეგმეს გარკვეული აქცია. უნებრივია, რომ ამ სწავლამ შეაშფოთა ჩვენი საზოგადოება, ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, შეიძლება ასე ითქვას. რადგან ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქვს ტრადიციული ქრისტიანული და ეროვნული ცნობიერება. ქართველობა და ქრისტიანობაც ყოველთვის გადაჭრჭული ცნებები იყო და ამიტომაც ჩვენი ერი ჩამოყალიბა როგორც ქრისტიანული კულტურის მქონე ერი, რომელსაც ყავს ქრისტესთვის მოწამე წმინდანთა ურიცხვი დასი და ცხოვრობს და არსებობს ქრისტიანული მორალით. ამიტომაც ბუნებრივია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ჰომოსექსუალთა მიერ დაანონსებული აქცია. ამიტომაც დაიგეგმა და გაიმართა შემდგომ მათი საწინააღმდეგო აქცია და ქუჩაში გამოვიდა უკვე 10,000-ობით ადამიანი ამ აქციის საწინააღმდეგოდ. ამ აქციით ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საბედნიეროდ ისევ და ისევ მგრძნობიარეა საზოგადოება საკუთარი ღირსების, საკუთარი სიწმინდის საკითხებში. და დაადასტურა ის, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია თავისი ტრადიციების და ღირსების დაცვის საკმაო რესურსი. უნდა შეგახსენოთ, რომ განსაკუთრებით ბოლო 10 წლების განმავლობაში უკვე აშკარაა სულ უფრო და უფრო მზარდი ზეწოლა ჩვენ საზოგადოებაზე და ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. ზეწოლაში აქ მოგულისხმობ იმ დაუფარავ აგრესიას, რაც მომდინარეობს როგორც ევროპიდან, ისევე ამერიკიდან და რას ისახავს მიზნად. მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოებაც მიმღები და ასე ვთქვათ ტოლერანტული გახდეს, როგორც ამ სოდომური ცოდის მიმართ, ასევე შესაბამისი LGBT საზოგადოებების მიმართ და მათ მიერ გამართული ამა თუ იმ ღონისძიების მიმართაც. დასამალი აღარ არის, რომ ამ სოკოებრივით მომრავლებულ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ უფლებადამცავ ორგანიზაციებს უხვად დაფინანსებენ უცხოეთის სახელმწიფოები. ეს უკვე დამეთანხმებით აშკარა ჩარევაა ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში. საქართველოში ყველა მისით, რომ გასულ წლებში ცხოვრობდნენ.
ასეთი ცნობიერების თუ ორიენტაციის ადამიანები, მაგრამ საზოგადოებაში არ ყოფილა ასეთი მუხტი, რომელიც დღეს გამოჩნდა. საზოგადოება არ აღმდგარა მათ წინააღმდეგ და არ ჩარეულა არც მათ პირად ცხოვრებას და პირად საქმეებში. მაგრამ ბოლო წლებში ამ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შექმნილი ორგანიზაციები, რომ ასე უთიფრად ძალადობენ იმ საზოგადოებაზე, რომელიც მათ პროპაგანდას არათუ არ მიიღებს, არამედ მკვეთრად დაუპირისპირდება, ეს მათ თავად იციან. მაგრამ ამას მაინც აკეთებენ. ეს უკვე ძალადობაა. ძალადობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუნდაც ის ადრეს, რომ წინა დღეს ავღანეთში დაღუპული ბიჭების პანახის გადაიხდი ქართლის ეკლესიაში, პანახის წესისაგებას და მათ ახლოვდეს ოჯახის წევრებს სამძიმას გამოუცხადნენ, გლოვის დღეს გამოაცხადებ იმ დღეს და სულ რამდენიმე საათში იმავე ადგილზე დაგიგეგმავენ ამ ბილწის ოდის აქციას. ძალიან რთული მოსაცმენია ეს ყველაფერი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არის დაზარალებული, დაზიანებული ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ იქ ვიღაც დაზიანდა. ამათოი მიზეზით რამდენიმე ადამიანი იქ დაზიანდა, მაგრამ საგულისხმო ის არის, რომ დაშავებულთაგან არც ერთი ადამიანი არ არის იმ ეგრეთ წოდებული LGBT საზოგადოების წევრი. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეკლესია ყოველთვის ემიჯნება და დაემიჯნება ფიზიკურ ძალადობას, ანგარიშწორებას, ხოსაძლებას, დასახიჩრებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მოხდა ამხელა მოვლენა, რომელიც საქართველოში არასოდეს არ მოხდა, არც საქართველოში, არამედ არცად არ მოხდა ასეთი. თუმცა მასშტაბებით აქციები გაცილებით დიდიც გამომართავს. მაგალითად საფრანგეთში 300,000 კაცი გამოვიდა. და არა მხოლოდ საფრანგეთში. LGBT ადამიანებმა იდენტობამ და ასე შემდეგ ძალიან კარგად იცოდნენ საზოგადოების განწყობა მათი და მათი აქციის მიმართ. მით უმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში საკმაოდ ღიად საუბრობდა ყველა იმის შესახებ, რომ მათი აქცია იყო დაუშვებელი. ეს მათ ყურად არიღეს და ამ თავისი პროვოკაციული სიჩიუდით განიზრახეს, რომ თავისი გაიტანეს. აი ამის გამო მათ პასუხი აუცილებლად უნდა აიღო. იმიტომ რომ ისინი აღმოჩნდნენ მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ ყველაფრისთვის. აქვე უნდა თქვათ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეეძლო ამ დაპირისპირების თავიდან აცილება. მაგრამ რატომღაც ეს ვერ თუ არ გააკეთა. აქვე უნდა თქვათ აუცილებლად ის, რომ ჩვენში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი აქ არც მცირეა. სწორედ მათ და მათმა განცხადებებმა ფაქტურად მოამზადეს 17 მაისი. თქვენი ცნობილია, ახალ გამოიცა ეს წიგნი, რომელსაც აპისოდომი აქვია, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ამ ცოდის შესახებაც და ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც. აქ ჩაწერილია
1987 წელს ჰომოსექსუალთა მანიფესტი. ამ მანიფესტის სულ რამდენიმე მონაკვეთს ავიკითხავთ. რას უპირებენ ისინი ზოგადად მსოფლიოს? იმ ქვეყნებს, სადაც ისინი არიან, იქნებიან, გამრავლდებიან. ყველა კანონი, რომლებიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს გაუქმდება, ამის ნაცვლად მიღებული იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც აახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. თუ თქვენ გაბედავთ და ვიწოდებთ ჩვენ გეის ან პედერასტებს, ჩვენ გავგმირავთ თქვენს მხდარ გულებს და წავდიცავთ თქვენს მკვდარ უბადრობ სხეულებს. ჩვენ მიუძღვნით ლექსებს მამაკაცებს შორის სიყვარულს. ჩვენ დავდგავთ სპექტაკლებს, რომლებშიც მამაკაცები ღიად იავერსებიან მამაკაცებს. ჩვენ გადავიღებთ ფილმებს მამაც გმირთან შორის სიყვარულზე, რომლებიც შეცვლიან თქვენს იაფასიან, ხელოვნურ, სენტიმენტალურ, მოსაწყენ, ინფანტილურ, ჰეტეროსექსუალურ ღნებებს. ჩვენ ყველგან ვართ. ჩვენ შევახდენთ თქვენს რიგებში. ხილად იყავით, როდესაც საუბრობთ ჰომოსექსუალების შესახებ. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ შორის ვართ. შესაძლოა თქვენ პირდაპირ შევხვდეთ, ან თქვენთან ერთად ძინავს ერთ საწოლში. ოჯახი ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოცნეობის და სისასტიკის სამერგი გაუქმდება. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთი სიმპათიური ჭაბუკები არიან. ჩვენ გადავწევთ ისტორიას, რომელიც თქვენ გაავსეთ და დაამცირეთ თქვენი ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და დამახინჯებებით. და ბოლოს ასამბლე. ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვამოძრაებთ დაჩაგრულ და მწარე ტანჯვა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იძულებული არიან ითამაშოთ საცოდავი მეორეხარისხოვანი როლი თქვენს უგემოვნო ჰეტეროსექსუალურ შოუში. ჩვენ შეგვიძლია იარაღის სროლა და ბარიკადების აღმართვა. იკანკალე ჰეტერო ღორო, როდესაც ჩვენ გამოჩნდებით მიღბების გარშემო. ამ მანიფესტის კომენტირება მე ვფიქრობ აბსოლუტურად ზედმეტია. საყოველთაოდ არის ცნობილი არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთოდ, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი. ავტორიტეტი აქვს იმის გამო, რომ ის ყოველთვის ქადაგებს და იქადაგებს ჭეშმარიტებას. სწორედ ეკლესია გახლავთ ის ერთადერთი გარემო, რომელიც იცავს და ინახავს როგორც რელიგიურ, ასევე ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. ამიტომაც უყვარდა ენდობიან ეკლესიას მისი შვილები, ქართული საზოგადოება. აქ მხოლოდ ეროვნების გავრცელება რა თქმა უნდა არ იგულისხმება. ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით საქართველოს ეკლესიას და მის მამამთავარს პატრიარქს აქვს ყველაზე მაღალი და უსწრელი ნდობა და რეიტინგი. აი სწორედ ეს 90%-იანი ნდობის მქონე ინსტიტუტი როგორც მას ეძახიან ხოლმე, ეკლესიას ეძახიან ხოლმე, აფიქრებს და აშინებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ლიბერალიზმისათვის თავდადებულ არასამთავრობოებს და მათ უცხოელ დამკვეთებს. აბა შეხედეთ, ეს როგორ აქოელი კომისრებით ერთ რიგში ჩაწყობილები და ხმაშეწყობილები აფიქსირებენ აი ამ 7 მაისთან დაკავშირებით თავის პოზიციებს ეკლესიისა და მის საუდობების წინააღმდეგ. უკვე ხელებს იფშნეთენ სიხარულით. ალბათ იმას ფიქრობენ, რომ ძლის მოვიდა, იმიტომ რომ ხერხემაში გადაამტრივო მართლმადიდებელი ეკლესია და მოახდინა სასულიერო პირების დისკრედიტაცია. და დაამსხვრიონ ეს 90%-იანი რეიტინგი. ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქის. ანუ ეგ ახლა მაინც მოახერხო, რომ თავისი უცხოელი სექტორების ის დაკვეთა განახორციელონ, რომელსაც ასე უშედეგოდ ცდილობდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილი, უგულავა, ბუკერია ჩორგოლეიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი და უამრავი სხვა. ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა საერთოდ. იქიდან გამომდინარე,
რა განცხადებებს აკეთებენ ჩინეთის მაისის აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის უმრავლესობის უმცირესობის წევრები საზოგადოებაში უკვე ისმის ასეთი ლეგიტიმური კითხვები რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან რესპუბლიკელები და ნაციონალები ამის განსხვავდება ერთმანეთისგან რუსთავი და მაესტრო ერთი შეიძლება დანამდვილებით თქვათ რომ ასეთი მეთოდებით მოქმედებას ვერა ვერ მოყვება ეკლესიის რეპუტაციის შენახვა. ეკლესია დგას და იძგება ყოველთვის. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თითქოს რომელიღაც სასულიერო პირის ჭარბი ემოციური ხმედებით ან ბილწი სიტყვის წამოწმენით და ასე შემდეგ წელს ეკლესიაზე გამოილაშქრონ რა თქმა უნდა ეს არ გამოვა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის ყველაფერს ხედავს ხოლმე ჩვენ გვეუბნებია რომ არ უნდა ჩავართოთ პოლიტიკაში და ჩვენ ვერთობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად ჩვენ არ გახლავართ პოლიტიკოსები მაგრამ ის რაც ხდება ჩვენ საზოგადოებაში დღეს ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკა ეს არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრება და თუ ეკლესიამ არ აიმაღლა ხმა იმ მომაკვნებელი ცოდის წინააღმდეგ და ამ ცოდის აფიშირების წინააღმდეგ, მოწოდებების წინააღმდეგ მაშინ ვიღამ უნდა აიღოს, აბა როგორ გავიქნებით ჩვენ ეკლესია თუმცა ამავდროულად ეკლესია არასოდეს არ არის მომხრე ვიღაცისთვის სიცოცხლის გამოსავლების ან რაიმე ზიანის მიღების პირიქით და არავის არ გაუკეთებია ასეთი განცხადება არც იმ აქციაზე და არც მის შემდეგ მადლობა ღმერთო რომ 17 მაისს ეკლესიის ხილული წარმომადგენლობა მოდი ასე ვთქვათ ვინც ცოცხლები ვარ ჯერ ხორჩი ვარ თავის ადგილზე, თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. მერტმა დაგლოცოთ, გაგურთხოთ, გაგაზრიეროთ და იმ მდგომარეობაში გამყოფოთ, იმ სულიერ სიმაღლეზე გამყოფოთ, რომ კი არ განეკითხავდეთ სხვებს, არამედ გებრალებოდეთ ეს ადამიანები, რომლებიც იმ მდგომარეობაში არიან, რომლითაც თუ ამ მდგომარეობიდან არ გამოვიდნენ ერთადერთს როგორც ამ ქვეყნეულ ისე იმ ქვეყნეულ ჯოჯოხის მოიცხოვთ კი არ განეკითხავდეთ იმ ადამიანებს არამედ ვიყოთ ისე რომ ჩვენ ერთმენა ჩვენი სინდისი ჩვენი ღირსება დავიცვათ და შევინარჩუნოთ მერტმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ ქრისტიანობა